თბილისის მერიისა და სოციალური დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სამარიტელთა კავშირი პროექტ მობილური ზრუნვის განხორციელებას იწყებს. პროექტი მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში მოვლას გულისხმობს. მათ იძულებით გადაადგილებულ პირთაგან დაკომპლექტებული სოციალური ჯგუფები მოემსახურებათ. დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდა ამ შემთხვევაში სამი მხარის მონაწილეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ესეთი ტიპის პროექტის წარმატებისათვის. აქ მონაწილეობს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ამ შემთხვევაში სააგენტოს სახით წარმოდგენილი, ქალაქის მერია და დონორი ორგანიზაცია. პროექტი დაიწყო იმითი, რომ გადავამზადეთ სათანადო ადამიანები და ახლა უკვე შეუძლებიან მუშაობას. ითვალისწინებს იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც ზრუნვა აკლიათ, ანუ არ აყავთ ადამიანები, ახლობლები, ვინც მიეხმარებათ მარტოხელა მოხუცებიან, მათ სახლში გაუწიათ მომსახურება.